საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. საუბრის თემა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის არსებული თანამშრომლობა იყო. მხარეებმა განიხილეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის პრეზიდენტთანაც. რა თემებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავრობის მეთაურმა და რა განცხადებები გაკეთდა ჩვენი ქვეყნის მისამართით. სალომე ქოქიაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში ახლა თემის დეტალებით ანტალიიდან. სალომე გისმენთ. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს თურქეთთან ძალიან მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობები აქვს და თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორი არის მეზობელ, მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები, გავითვალისწინებთ იმას, რომ თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და სწორედ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად საქართველოს არის ნაწილი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გლობალური ენერგოპროექტებისა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ შესაბამისად პირისპირ შეხვედრაზე მასპინძელი ქვეყნის თურქეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის მსჯელობის საკითხთა ჩამონათვალი იყოს საკმაოდ ფართო. უნდა ვთქვათ ისიც, რომ და არ იქნება ალბათ ყույლი თუ ვიტყვით, რომ მაგალითად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ან თუნდაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტებმა, რომელშიც საქართველოს, თურქეთი და აზერბაიჯანი ერთად მონაწილეობენ, მნიშვნელოვან წილად შეცვალა და უფრო გაზარდა ამ რეგიონის გეოპოლიტიკური ზონა და როლი. მაგალითად პრემიერ-მინისტრი რეჯეპ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდგომ ამბობს, რომ როგორი ახლო და მჭიდროც არ უნდა იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, ყოველთვის მოიძებნება ისეთი სივრცე და ისეთი სფერო, სადაც შესაძლებელი არის კიდევ უფრო მეტის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში დღევანდელ შეხვედრაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ კიდევ უფრო მეტის გაკეთების სურვილი გამოითქვა ორივე მხრიდან, გარდა ამისა თურქეთმა დაადასტურა ის ფაქტიც, რომ ის კვლავინდებურად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა. განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. ყველა ფორმატს ვიყენებ ძალიან აქტიურად იმისათვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის. გვაქვს სირთულეები, ძირითადად ორი მიმართულებით, როგორც მოგეხსენებათ, ერთი ეს არის SPASE, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ცნობილი ასე ვთქვათ გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და მეორე არის ვენეციის კომისია, რომელიც საერთოდ არცემს პატივის სამართლებრივ პრინციპებს. ყველა სხვა მიმართულებით ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წვლილი ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ინტერესი, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის. კონკრეტულად რაც შეეხება ევროსაბჭოს გემდივანს, მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე ის, რომ მზად ვარ დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთობლივად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი ტიპის დიალოგისთვის. ეს კომენტარები გაკეთებული არის ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ალენ ბერსესთან შეხვედრის შემდგომ. იცით, რომ ახლა გარკვეულწილად არის სირთულეები, თუ მაგალითად გავითვალისწინებთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციას და მანამდე მიღებულ ქართული დელეგაციის გადაწყვეტილებას, რომელიც სწორედ ამგვარი დათქმების გამო აღარ მონაწილეობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხოვრებაში, ასე ვთქვათ. თუმცა ამ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრსა და ალენ ბერსეს შორის ძალიან ბევრი ფორმატი იყო მიმოხილული საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის ურთიერთობების და ძალიან ბევრი აზრი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ეს ცალკეული სირთულეები, რომლებიც არსებობს ევროსაბჭოს ქოლგის ქვეშ შემავალი ინსტიტუციებთან მიმართებაში, მაქსიმალურად გამოსწორდეს და თანამშრომლობა გახდეს უფრო მჭიდრო. დღეს საკმაოდ დატვირთული იყო პრემიერ-მინისტრის განრიგი და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ანტალიის დიპლომატიური ფორუმი 6000-მდე სტუმარს მასპინძლობს, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან და უმეტესწილად სახელმწიფო მეთაურები, ძალიან დატვირთული გამოდგა დღე და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა გამოვარჩიოთ კიდევ ერთი შეხვედრა.
რომელიც დღის პირველ ნახევარში გაიმართა, ეს იყო შეხვედრა ვიქტორ ორბანთან, ასევე საქართველოს ძალიან მჭიდრო პარტნიორთან, სტრატეგიულ პარტნიორთან, მეგობარ ქვეყანასთან და ამ შეხვედრასაც იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს და უნგრეთი რა თქმა უნდა გააგრძელებენ მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას და დაუჭერენ ერთმანეთს მხარს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი არის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორუმის ფარგლებში ზალტე დღის წესრიგი აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ამ ფორუმის ფარგლებში არაერთ კოლეგას შეხვდა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველ დიპლომატებსაც. ფორუმი უკვე 2 დღეა მიმდინარეობს და როგორც გითხარით 6000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს საქართველოს დელეგაცია კი ამ ფორუმში თავად თურქული მხარის, მასპინძელი თურქული მხარის და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოწვევით მონაწილეობს. მადლობა სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.